რომელ ქვეყანაში ძლება წაბრძან. ყველა ქვეყანაში. 134-ია. არის 134-ია, არის ყოველთვის სისხლის ბალონში. 22. ყველა ქვეყანაში არის 22. და ყველა ქვეყანაში არის მწვანე ბალონი. 400. აქეთ აღნიშნავს გეუბნებს 400-ია. ყველა ქვეყანაში აღნიშნება 400-ია, 400-ი და ყოველთვის არის იასამნისფერო ბალონი. აქედან გეუბნებით იმას, რომ გამორიცხულია, ნახეთ 404. არის ყოველთვის 404 რა თქმა უნდა ყველა ქვეყანაში, მაგრამ არის ყოველთვის სტაფილოსფერო, ანუ ზოგი აგურისფერი ბალონს ეძახის, ზოგი სტაფილოსფეროს. ეს არის მსოფლიო აღნიშვნა, საერთაშორისო სტანდარტი და ყველა ქვეყანაში ბალონების, ანუ ცილინდრების, რომელშიც მაცივ რეგენტია მოთავსებული, აუცილებლად უნდა იყოს ფრთათა შორის თანხმობა. კაცრად გრძალავს საერთაშორისო სტანდარტი, რომ არ უნდა იყოს მკვეთრად განსხვავებულ ფერში. მაგალითად 134-ში უკვე ჩავსხოთ მწვანე ფერის ბალონში. ან 410 ცისფერი ბალონში, ან 404 სხვა ფერის ბალონში. ეს არის საერთაშორისო აშია საერთაშორისო აღნიშნული სტანდარტებია, ISO სტანდარტებიდან ყველა ქვეყანაში მაცივებს აქვს აღნიშნა R, ანუ რეფრიჟერანტ, რაღაც 410, 32, 134 თუ 22 და ყველგან არის ცილინდრების, ანუ ბალონების კონტეინერი შეიძლება სამივე შეხედეთ დასახელება, ანუ ჭურჭელი, რომელიც არის მაცივებები მოთავსებული, ყველა ქვეყანაში არის თანხმდრო ფერებში. გამკვეთრი განსხვავება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ამიტომ არ მჯერავს იტალიაში. მხოლოდ ერთი განსხვავებით არ არის მრავალჯერად ცილინდრში. ჩვენ გვაქვს იქ ნახეთ სხვადასხვა კემადობის, სხვადასხვა შეფერილობის მრავალჯერადი ცილინდრები, მაგრამ თუ მრავალჯერად ცილინდრს ამოტვიფრული აქვს, რომ მაშინ მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ჩატუბო 404, 410, 407 პირობიდან 32 ხო ჩატუბო ამას. სხვა მაცივერაგების ამ მრავალჯერადი ცილინდრის მოყენების უფლება არ აქვს. მაგრამ თუ არაფერი არ აწერია მრავალჯერად ცილინდრს, მაგრამ მისი მრავალჯერადი ცილინდრის შემოწმება ვარგისელებაზე ხდება 5 წელიწადში ერთხელ, ხო? შესაბამისად თუ არა გაუძლებს თუ არა მაცივერაგების წნევას. შესაბამისად თუ არც ერთი მაცივერაგების დასახელება არ აწერია, მე შემიძლია ნებისმიერი ცილინდრის არის სტაფილოსფერია, ვერცხლისფერი. გამოვიყენებ 52-ზე, რა თქმა უნდა, ჯერ უკეთებ მრავალჯერად ცილინდრის ვაკუუმირებას. შემდეგ ჩავტუბავ მაშინ ამოტუბავ სისტემიდან 124-ს, გამოვიყენე ხო? გავცალე ეს ბალონი და ახლა მჭირდება და 22-ზე ან 400-ზე. ისე მრავალჯერად ცილინდრის უკეთებ ვაკუუმირებას. ანუ შიგ არსებული რომ არ დარჩეს რამე და მე თვითონ არ დავაბინძურო მაცევ რეგენტები არ შეურიო ერთმანეთს, რომ არ დავაზიანო მოწყობილობა ხო? ან მაღალწინებაზე იმუშავებს, ან არ მოცემს იმის სიძულწავრებას. აქედან გამომდინარე, მრავალჯერადი ცილინდრის გამოყენება მრავალჯერ შემიძლია სხვადასხვა მაცევ რეგენტებზე, მაგრამ ყოველთვის სანამ მივალ განაგზავნა ვამოტო, აუცილებლად ბალონის უკეთებ ვაკუუმირებას. თუ მრავალჯერადი ცილინდრი არის გადაგასული, არავითარ შემთხვევაში მაშინაც რეგენტი არ უნდა ჩავთვალოთ. ჩვენ თვითონ ვხედავთ ვიზუალურადაც და წონითაც, მრავალჯერადი ცილინდრები არის საკმაოდ სქელბერტიანი ფუნქციონალური მეთოდისგან დამზადებული და საკმაოდ მძიმე წონად ცარიელსაც კი. ერთჯერადი ცილინდრი არის ერთჯერადი გამოყენებით. და შესაბამისად უფლება არ აქვს მაშინ ჩავდობოთ მეორედ, მესამედ და ასე მრავალჯერ გამოვიყენოთ. მხოლოდ და მხოლოდ მრავალჯერად ცილინდრს შეუძლია გაუძლოს ამ მაცივ რეგენტების სხვადასხვა წნევა აქვს. ტრანსპორტირების დროს სხვადასხვა, ამიტომ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ მრავალჯერად ცილინდრში ჩავდობოთ ესე. აღნიშნულსაც შეიძლება გადმოაზრდილი გახოცები და ვნახოთ შეიძლება რაღაცა ხდება. ჩვენთან იყო შემთხვევა ესე, მაგერა დათო აკრძალულია ერთჯერადი ცილინდრის მეორე გამოყენება და ჩვენმა მეგობრებმა ეს აღმოაჩინეს, როდესაც ერთჯერადი ცილინდრი იყო გადაღებილი სტაფილოსფერად 404 იყო შინი ჩასული 22-ის ბალონში და ესაც აღმოაჩინეს ჩვენმა მეგობრებმა. ესაც კი აკრძალული ერთჯერადი ცილინდრებზე, რომ ჩემის გადაღებო, გადატესტო და მერე გამოიყენო.